კიევი ჯოჯოხეთად იქცა ამ სამშაბათს 2026 წლის 2 ივნისის გამთენიისას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რაკეტებისა და დრონების შეტევა განახორციელა. უკრაინის დედაქალაქი აფეთქებების, კვამლის, სირენებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თავდასხმის შეკავების მცდელობის ფონზე გაიღვიძა, როცა თავდასხმა მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესარყევად და კიევის, მოსკოვის წინაშე გამოუვალ მდგომარეობაში ჩასაყენებლად განხორციელდა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ზეწოლის მიზნით ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, საბრძოლო დრონები და ჰიპერსონიკული იარაღი გამოიყენა. ამავე დროს ნატომ აღმოსავლეთ ევროპულ ფლანგზე გამანადგურებლები და თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა. სწორედ აქ ომი თავის ყველაზე მკაცრ სახეს აჩვენებს. როცა პუტინი აეროტერორის ღილაკს აჭერს, კიევიევი თავშესაფრებში გარბის, ზელენსკი პეტრიოტის სისტემებს ითხოვს და ვაშინგტონი გადაწყვეტილების ცენტრში ბრუნდება. რა მოხდა? მოსკოვი რამეს ამტკიცებდა? რატომ გახდა კიევი მთავარი სამიზნე? როგორ უპასუხებს დასავლეთი ახლა? ყველაფერს ახლავე გეტყვით. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. შეტევა ღამით დაიწყო და დილის პირველ საათებში გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 73 რაკეტა და 646 დრონი გაუშვა. აღნიშნულ იარაღებს შორის იყო ჰიპერსონიკული რაკეტები ცირკონი, ბალისტიკური რაკეტები ისკანდერი, ფრთოსანი რაკეტები 101 და კალიბრის რაკეტები. კიევი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამიზნედ იქცა, რადგან ის უკრაინული წინააღმდეგობის პოლიტიკური, სამხედრო და სიმბოლური ცენტრია. მოსკოვს მხოლოდ სტრუქტურების განადგურება არ სურდა. მას სურდა ძალის დემონსტრირება დედაქალაქში, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის გუბის გულში. უკრაინულმა თავდაცვამ შეძლო რუსეთის მიერ გაშვებული ტალღის დიდი ნაწილის ჩამოგდება ან განეიტრალება. მოხსენებები მიუთითებს, რომ 40 რაკეტა და 602 დრონი იქნა ჩამოგდებული ან განეიტრალებული. მიუხედავად ამისა, ათეულობით ობიექტი სხვადასხვა რეგიონში დაზიანდა. ეს აჩვენებს რუსეთის ტაქტიკის მასშტაბს. ასეთი რაოდენობის დრონებისა და რაკეტების ერთდროულად გაშვება აიძულებს თავდაცვას წამებში აირჩიოს პრიორიტეტები. როცა ყველაფერი ერთად მოდის, კიევი მაქსიმალური წნეხის ქვეშ ექცევა. კიევიდან გავრცელებული კადრები აჩვენებს ცაცაზე ელვარებას, კვამს მთელ უბნებზე, დამწვარი მანქანებს და შენობებს, რომლებიც პირდაპირ დარტყმით ან ნამსხვრევებით დაზიანდა. დედაქალაქი იზოლირებულად არ დაზიანებულა. ის მოიცვა კოორდინირებულმა თავდასხმების სერიამ, სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელებული გასროლებით. რუსეთმა სცადა შეექმნა წინასწარ გათვლილი შიშის ღამე, რაოდენობისა და სისწრაფის გამოყენებით უკრაინული სისტემების დასაღლეტად. მიუხედავად ჩამოგდებებისა, აფეთქებების ხმაურმა ცხადყო, რომ საჰაერო თავდაცვა თავდასხმის ნაწილს იჭერს, მაგრამ ვერ აქრობს რისკს, როცა მოსკოვი გადაწყვეტს ცა გადატვირთოს. დნიპროც მოხვდა განადგურების რუკაზე. ხარკივი, ზაპორიჟია, პოლტავა და სხვა რეგიონები დასახელდა დაზიანებულ ადგილებს შორის. რუსეთის სტრატეგია იყო ზეწოლის გაფანტვა, რათა კიევს არ შეეძლოს მთელი თავდაცვა დედაქალაქზე კონცენტრირება. უკრაინას ერთდროულად მოუწია ურბანული ცენტრების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური მარშრუტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა. შეტევა მხოლოდ შენობაზე ან ბაზაზე არ ყოფილა მიმართული. ეს იყო მცდელობა გაევრცელებინათ პანიკა და დაეძალებინათ უკრაინის მთავრობა ძვირადღებებული ჩამჭრელი რაკეტები გამოეყენებინა შერეული საფრთხეების წვიმის წინააღმდეგ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ დაარტყა სამხედრო ობიექტებს, საწყობებს, აეროპორტებს და თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. კრემლმაც სცადა ეს თავდასხმა წარედგინა, როგორც პასუხი უკრაინის წინაქმედებებზე. მაგრამ რეალური შედეგი კიევში და სხვა ქალაქებში პირდაპირ სამოქალაქო ცხოვრებაზე აისახა. დაზიანდა უბნები, შეწყდა სერვისები, მოსახლეობა თავშესაფრებში იმყოფებოდა და საგანგებო სამსახურების სიბნელეში მუშაობდნენ. ზუსტად ამ მომენტში რუსული ნარატივი სუსტდება იმ კადრების ფონზე, რაც ვხედავთ. როდესაც დედაქალაქი კვამშია გახვეული, სამხედრო სიზუსტის შესახებ საუბარი უკვე ძნელად დასაცავი ხდება. ზელენსკიმ რეაგირება მოახდინა და მეტი საჰაერო თავდაცვა მოითხოვა. უკრაინამ კვლავ მოითხოვა პატრიოტის სისტემები, რადგან ისინი გადამწყვეტია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. კიევი იცის, რომ დრონებს შეიძლება სხვადასხვა ფენების თავდაცვით დაუპირისპირდეს, მაგრამ სკანდერი და სხვა სწრაფი რაკეტები უფრო განვითარებულ ტექნოლოგიას მოითხოვს. დამატებითი ჩამჭრელი საშუალებების გარეშე, უკრაინას უწევს აირჩიოს, რომელი ქალაქი დაიცვას პირველ რიგში.
და როდესაც მოსკოვი ასობით დრონს ათავისუფლებს ათეულობით რაკეტასთან ერთად, თითოეული პატრიოტის ბატარეა პოლიტიკურ და სამხედრო უპირატესობის მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა. ტრამპი ამ თამაში ერთვება, რადგან ზელენსკი პირდაპირ ვაშინგტონს თხოვს ახალ სისტემებს. ომი აშკარად აჩვენებს ერთ მარტივ სიმართლეს. როცა უკრაინას მძიმე თავდაცვა სჭირდება, ტელეფონი შეერთებული შტატებისკენ იშვერს. ევროპა ბევრს ლაპარაკობს, ბევრს პირდება და პაკეტებს აცხადებს, მაგრამ სისტემა, რომელიც კიევს ყველაზე მეტად სურს, ამერიკის არსენალიდან მოდის. ეს თეთრ სახს კრიზისის ცენტრში აკენებს და ევროპელ მოკავშირეებს აიძულებს მეტი პასუხისგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. მოსკოვზე ზეწოლა დიპლომატიური ნოტით არ წკვდება. ეს დამოკიდებულია რადარზე, გამანადგურებელ რაკეტებზე, დაზვერვასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. პოლონეთმა რუსული შეტევის დროს განგაშის დონე გაზარდა. პოლონური და მოკავშირე გამანადგურებლები პრევენციულ ოპერაციაში ჩაერთნენ, რათა ნატოს საჰაერო სივრცე დაეცვათ. მიწაზე განთავსებული თავდაცვის სისტემები და რადარები ასევე მაქსიმალურ მზადყოფნაში გადავიდნენ. ვარშავა მიმოქმედა, რადგან ომი უკვე რამდენჯერმე მიუახლოვდა ალიანსის საზღვარს. რამდენიმე დრით ადრე რუსულმა დრონმა დაარტყა საცხოვრებელ შენობას რუმინეთში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა და გაჩნდა განგაში, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევად ვერ ჩავთვლით. როდესაც რაკეტები საზღვართან ახლოს დაფრინავენ, კურსის შეცდომამ შეიძლება საერთაშორისო კრიზისი გამოიწვიოს. რეაქცია აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე აჩვენებს, რომ კიევი მარტო არ არის მოსკოვის რადარზე. პოლონეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები თითოეულ რუსულ თავდასხმას საკუთარი უსაფრთხოების მომავლის შესახებ გაფრთხილებად აღიქვამენ. ამ სამშაბათს გამჟღავნებული დისკუსია ამერიკული ბირთვული ყოფნის გაფართოების შესახებ ევროპაში სწორედ ამ შიშიდან დაიბადა. საერთაშორისო ცნობების მიხედვით, შეერთებული შტატები განიხილავს მოლაპარაკებებს ნატოს მოკავშირეებთან ბირთვული იარაღის გადამზიდი თვითმფრინავების ახალი ბაზების შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. ეს არ ნიშნავს ბირთვული იარაღის დაუხოვნებლივ გამოყენებას. ეს ნიშნავს შეკავების გზავნილს. თუ მოსკოვი ცდილობს ევროპაში აშინოს, ვაშინგტონს შეუძლია ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმა. რუსეთმა იცის, რომ ასეთი ტიპის თავდასხმას პოლიტიკური ეფექტი აქვს. ყოველი აფეთქება კიევში ზეწოლად იქცევა ზელენსკიზე, ტრამპზე, ნატოზე და ევროპულ მთავრობებზე. პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საბრძოლო მასალა, მოქმედების არეალი და უნარი, უკრაინას მაღალი ფასი დააკისროს. მოსკოვისთვის პრობლემა ისაა, რომ ეს მეთოდი ასევე უბიძგებს დასავლელ მოკავშირეებს უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებისკენ. რაც უფრო დიდია თავდასხმა, მით უფრო იზრდება მოთხოვნა პეტრიოტზე, გამანადგურებლებზე, რადარებზე, საბრძოლო მასალასა და სანქციებზე. რუსული სისასტიკე აშინებს, მაგრამ ასევე შეიძლება დააჩქაროს ის პასუხები, რომელთა თავიდან აცილებაც კრემლს სურდა. თავდასხმა ასევე აჩვენებს გაჯერების ლოგიკას, რომელიც რუსული საჰაერო ომის ნიშანი გახდა. პირველად დიდი რაოდენობით დრონები შედიან, რათა რუკა შექმნან, დააბნიონ და დაასუსტონ თავდაცვა. შემდეგ კი სტრატეგიულ ობიექტებზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ჩნდება. ზოგ შემთხვევაში უფრო იშვიათი იარაღების გამოიყენება, რათა უკრაინის რეაქცია გამოსცადონ და ფსიქოლოგიური ეფექტი შექმნან. კიევმა მთელი ღამე ამ კომბინირებულ შეტევასთან გამკლავებაში გაატარა. დედაქალაქმა მხოლოდ აფეთქებებს არ შეეჯახა. მან წნეხის საინჟინრო ოპერაციასაც გაუძლო. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თავდაცვის ფენებში ბზარები გაჩნდეს, რომლებიც უკვე ზღვარზე მუშაობენ. მე ვარ მილსონ ალოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალოსის საზოგადოებაში.